Batu mესმის რომ რთულია რაიმე ესეთი მწყობრი ჩამოყალიბებული სისტემური პასუხების მოძებნა იმაზე, რაც ახლა ხდება, რაც მოხდა მიუნხენის კონფერენციაზე. Სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ის რომ ტრამპი ტროლავს ასე ვთქვათ პუტინსა და რუსებს ან თუნდაც იგივე ევროკავშირს ბევრი სხვა რამ, მაგრამ შტაბ-შტილება ნამდვილად რჩება ასეთი რომ რამდენიმე დაფაზე ერთდროული საჭადრაკო პარტია მიმდინარეობს. თქვენ რა შტაბ-შტილებები გაქვთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალობაზე? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, ნამდვილად ძალიან ბევრი ცვლადიანი განტოლება არის დღეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, თუმცა ყოველთვის იყო, რომ სხვადასხვა ცვლადები იცვლებოდა, ან შეიძლება დინამიკა უფრო დაჩქარდა, იმიტომ რომ ის აგრესიული რევიზიონიზმი, რომელიც პუტინმა ზუსტად 18 წლის წინ მიუნხენის კონფერენციაზე გამოაცხადა, შევიდა თავის გადამწყვეტ ფაზაში, ანუ თავის ბოლო ეტაპზე არის. სადაც გაირკვევა რეალურად რა ტიპის მსოფლიო წესრიგის მიმართულებით წავალთ ჩვენ. თავისუფალი სამყარო თავუთმობს ლიდერობას, ავტორიტარიზმს და მათ მიერ შემოთავაზებულ გავლენის სფერობად გადანაწილებულ მსოფლიოს თუ ფასეულობები დემოკრატიული ინსტიტუციების შენებობა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო იქნება მომავალი წესრიგის ასე ვთქვათ ჩარჩო, განსაზღვრელი ჩარჩო. აქ ასევე მთავარი კომპონენტი არის ამერიკის ლიდერობა, იმიტომ რომ ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც აი ბოლო 18 წლის განმავლობაში საკმაოდ ეფექტურად სამწუხაროდ მოარღვია პუტინმა და მისმა მოკავშირე ავტორიტარებმა დაფუძნებული იყო ამერიკის ლიდერობაზე, ამერიკის განსაკუთრებულ როლზე მსოფლიო წესრიგში. და შესაბამისად ბუნებრივია ინერციით დღესაც ყველა უყურებს ამერიკას, თუ რა რეაქცია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ მთავარ ომთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უკრაინაში მიდის. უკრაინის ომი არ არის მარტო უკრაინის ომი. როგორც თავის დროზე საქართველოში რუსეთის შემოჭრა არ იყო მარტო ქართულ-რუსული პრობლემა, თუმცა ბევრს უნდა და მისი ასე დაივიწროება. ეს იყო აი ამ პროცესის საწყისი ეტაპი. და აქ არის რაღაც ბევრი ცვლადები, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკური და დემოკრატიის შიდა გამოწვევები, როდესაც პოპულიზმმა, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიამ გარკვეული, ასე ვთქვათ, საფუძველი პოვა და შესაბამისად გარკვეულად იზოლაციონიზმისკენ შეუწყო ხელი გადადგმულ ნაბიჯებს. მაგალითად, იგივე ასევე საინტერესო ტრენდი არის ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები ევროპაშიც და ამერიკაშიც გარკვეულ 360 გრადუსით უკან ერთიანდებიან, ეთანხმებიან ერთმანეთს იზოლაციონიზმში და აქ უკრაინასთან დახმარების შემცირება რაღაც მათი საერთო პლატფორმა. რასაც როგორც ხედავთ, რუსული პროპაგანდა ცდილობს რომ ხელი შეუწყოს. შესაბამისად, ისევ და ისევ ამოსავალი წერტილი. აი ზუსტად მაპატიო რომ გაწყვეტინებ, მაგრამ შტაბ-შტილება დარჩა განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტ დევინსის გამოსვლის კვალობაზე, რომ შიდა პოლიტიკური დღისესრიგი წინა საარჩევნო დებატების პათოსი გადმოიტანა მან სწორედ ევროპულ ტრიბუნაზე და სრულიად უადგილო იყო ეს ბევრის წარმოდგენით, რაც მოხდა და როგორი ფორმითაც მოხდა, როდესაც რაღაც ამერიკელი კოუბოივით თითი უქნია ევროპელებს და უთხრა რომ ასე ვთქვათ ქალაქში ახალი შერიფიაო, ხო? ნუ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ციტირებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ეროვნული ინტერესები რჩება იგივე რაც იყო. უბრალოდ ამ ინტერესების მომსახურება რა ფორმით ხდება, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, ვინ შეიძლება დაზიანდეს, დაზარალდეს. უკრაინას ცხადია ყველანი გულშემატკივრობთ, ყველაფერთან ერთად საქართველოს ბედიც მნიშვნელოვანწილად არის მიბმული საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროპული პერსპექტივაც ამ მიმართულებით. აი ჩვენ რა შესაძლებლობებს გვიჩენს ეს პროცესი და რა საფრთხეებს უნდა ვხედავდეთ, რომ სწორედ რეაგირებდეთ? ნამდვილად ამერიკული დელეგაციის არა მარტო ვიცე-პრეზიდენტის თავდაცვის დინის გამოსვლაც მიუნხენში უფრო რაღაცა შიდა პოლიტიკური და საარჩევნო კამპანიის ინერციას უფრო გავდა, ვიდრე ამერიკის სტრატეგიული ინტერესების დეკლარირებას იმ კუთხით, რასაც საერთაშორისო დღევანდელი გარემო კარნახობს. მაგრამ ეს ბუნებრივიც არის და შესაბამისად ეს რაღაცა მოთქვა გოდება იმაზე, რომ აი ეს რა თქვა ლეიდი ვანსმა პირიქით, ეგ არის მოხსენილობა, ეს არის რეალობა. ამერიკის პოლიტიკას განსაზღვრავს ამერიკელი ხალხი და მათი ინტერესები. შესაბამისად, აქ არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. არის რომელიც ეწინააღმდეგება თქვა ამერიკის უფრო მეტ ჩართულობას, მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით არის სამუშაო, ვიდრე რაღაცა
მოთქმა და გოდება, რომ აი ეს რა თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. პირველი მნიშვნელოვანი რაც არის საზოგადოებრივი კვლევებით მცირე ფლუქტუაციით, მაგრამ ამერიკელების დიდი უმრავლესობა უკრაინას უჭერს ხაზს. მათი სურვილი არის უკრაინამ გაიმარჯვოს და პუტინი დამარცხდეს. ძალიან დიდი უმრავლესობით ისინი ემთხვევიან ასევე სწრაფი მშვიდობის დამყარებას, რაც დაპირება იყო. რამდენად ეს შესრულდება თუ არ შესრულდება სწრაფი მშვიდობა, უკვე ვნახეთ, რომ 24 საათში მშვიდობა არ დადგა და ბუნებრივია, რომ ვერც დადგებოდა. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის აი ეს ზუსტად ულტრამემარცხენე და ის რაზეც თქვა ტრამპის ადმინისტრაცია წინა თავის კონკურენტ დემოკრატიულ ადმინისტრაციას აკრიტიკებდა. კარგი იმცირად მათაც რაღაც იგივე მზგაუნები გააჟღერეს. მაგალითად ის, რომ ევროპა უსაფრთხოა რაღაც პირდება უსაფრთხოა. იგივე მზგაუნები ჰქონდა ობამას თავის დროზე, როდესაც ევროპაში საჰაერო უსაფრთხოების სისტემები მოხსნა, გააჩერა პროექტი და გადაიტანა აზიაში ინტერესი. თუმცა ის ფაქტორი, რომ აზიის უსაფრთხოება და ევროპის ზოგადად ერთიანი უსაფრთხოების კონტექსტის სიარბუჭელივით შეერთებული ნაცვლია, ეს უკვე აქსიომა არის დღეს. ასე რომ წარმოუდგენელი არის, რომ ამერიკამ თქვა მიატოვოს ევროპა და რაღაცა გააკეთოს აზიაში ან პირიქით. შესაბამისად, აი ეს მოცემულობები განსაზღვრავს იმას, რომ ამერიკა დარჩება მთავარ მოთამაშედ, თუმცა სანამ ამერიკის საგარეო პოლიტიკას კონტურები უფრო მკაფიო იქნება, ვიდრე ის იდეები, რაც თუნდაც მიუნხენში იყო გაჟღერებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც აქ გარკვეული სფეროები, სივრცეები არის დატოვებული დანარჩენი აქტორებისთვის. ევროკავშირთან განცხადებების გარდა კონკრეტული ქმედებების კუთხით ბევრი არაფერი არ ყოფილა ბოლო 3 წლის განმავლობაში. უკრაინამ თავისი გმირობით აი ეს სწრაფი ჩამონგრევა მსოფლიოს წესრიგის შეაჩერა. 3 წლიანი ასე ვთქვათ ლუფტი მისცა დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის ევროპელებსაც, რომ გადაწყობილიყვნენ ამაზე, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგობასაც აქვს გარკვეული ლიმიტი. ამიტომ დღეს უკვე ლაპარაკის მაგალითად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამაში ტრამპის ადმინისტრაცია მართალია, როდესაც ევროპელებს პირველი თავისი პრეზიდენტის ოფისში ყოფნისასაც ეუბნებოდა, რომ ხარჯები უნდა გაიზარდოს, საფრთხეა, Nord Stream-ი საფრთხე არის და ახლა გუშინ მიუნხენის კონფერენციაში მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხეს, რომ ტრამპი რო იჯდეს დარბაზში, რას ეთყოდიყო. ხო, ბევრი რაღაცა საინტერესო თქვა, მაგრამ ერთი შეიძლება დაემატები რა, ეთქვა, რომ კი, თქვენ მართალი იყავით 2016 წელს და ჩვენ შეცდომა დაუშვით, როდესაც გაზპრომზე დამოკიდებული გავხადეთ მთელი ჩვენი ინდუსტრია. ასე რომ, ეხლა ფორმები შეიძლება ვინმეს არ მოწოდეს, მაგრამ შინაარსობრივად ყველას თავისი ნაბიჯი აქვს და სრული შესატანი იმ აქტორებს, დემოკრატიულ აქტორებს, ვისაც უნდა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო. და აქ ბუნებრივია ევროპა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება და უნდა გახდეს. ევროპის გააქტიურება, მათი ძალისხმევის კოორდინირება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულები და ასევე რუსეთის შეკავებისთვის, მათი პოლიტიკური ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად მოჭიმვა, ვიხმაროთ ეს სიტყვა, თუ კი ვინმე შეიძლება აწყობდეს, არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც აი ამ ეგრეთ წოდებულ ვითომ ბუფერულ ზონაში შეიძლება მოვიაზრებოდეთ, ხო? ეს არის უკრაინა უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მოლდოვა, საქართველო. აი, საქართველოში ქართული ოცნების წარმომადგენლებს აშკარად ეტყობათ, ასე ვთქვათ, ხალისიანი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რაც თუნდაც მიუნხენში ხდებოდა, ან რა რეაქციებიც მოყვა ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებს განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. რა უნდა უხაროდეს ოცნებას და სინამდვილეში რა შესაძლებლობებს უჩენს ეს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, რას უნდა ვაქცევდეთ ჩვენ ყურადღებას? პირველი ვისაც არ უნდა უხაროდეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენ ავართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც გვინდა დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა, იმიტომ რომ აი ეს შანსი, რაც ახალ მსოფლიო წესრიგის შექმნასთან ერთად ჩნდება, ნელ-ნელა შეიძლება გაქრეს და რაც უფრო დიდხანს დარჩება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, უფრო მეტია შანსი ჩვენი დესუვერენიზაციის და ისტორიას ბევრი ახსოვს ესეთი მაგალითები, როდესაც ერებს შეიძლება ეკუთვნოდათ ყოფილიყვნენ მსოფლიო თანამეგობრობის წევრი, მაგრამ შიდა პოლიტიკური მოშლილობის გამო ან გარე ჩარევების გამო მათ ეს შანსი გაუშვეს ხელიდან. სამწუხაროდ ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად გამოჩნდა სწორედ აი ამ კრიზისის პიკში, მსოფლიო გლობალური კრიზისის პიკში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ქართული ოცნებისთვის ცუდი ამბავია, მათ სასახარო არაფერი არ მოხდა რეალურად მიუნხენში. იგივე ბუფერულ ზონებზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა უკრაინაში ასევე
უშიშროების საბჭოს მდივანმა ძალიან სახსახად ილაპარაკეს, რომ ნაცრისფერი ზონების შექმნა არ არის ამერიკის ინტერესებში, რუსეთის ირგვლივ ბუფერული ზონების შექმნა, არამედ პირიქით რუსეთის საზღვართან არსებული დემოკრატიების დაცვა და მათი სუვერენიტეტის გამტკიცება არის მნიშვნელოვანი ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მაგალითად იგივე სტრატეგიულ მინერალებზე აქცენტის გაკეთებას, რომელიც ტრამპის პოლიტიკური ანატომიის ხელშეკრულებების დადების ან საქმის გაჩარხვის სამარკო ნიშნით გამოირჩევა. ამერიკისთვის და დღეს მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწორედ ამ ომიდან გამომდინარე არის სამხედრო ინდუსტრიის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მასიური წარმოება შეიარაღების ტექნიკის, ენერგოუსაფრთხოების მიღწევა, ამას სჭირდება იშვიათმიწა მეტალები და კრიტიკული მინერალები. ორი ადგილი, რომელიც რუსეთი და ჩინეთი ცდილობს, რომ ამაზე კონტროლი მოიპოვოს და დღეს გაურკვეველი არის ბოლომდე, ერთი არის უკრაინაში, მეორე ცენტრალურ აზიაში. აქ უკრაინა არის მნიშვნელოვანი, ცენტრალური აზიის კუთხით კი საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ აი შუადერეფნით ცენტრალური აზიიდან ეს მინერალები გამოვიდეს ევროპულ და ცივილიზებულ ბაზარზე და არა კორუმპირებული რუსული ან ჩინური ბაზრის საშუალებით. ამიტომ ეს არის სტრატეგიული სურათი და ქართული ოცნება ამ შემთხვევაში თუ ის დარჩება რუსული სატელიტი პირველ რიგში არ მოემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ისინი შეიძლება რაღაცა პერიოდით კიდევ უფრო გამდიდრდნენ, მაგრამ ჩვენ როგორც ქვეყანა გავხდებით რუსეთის კორუმპირებული დანამატი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუხედავად ყველამ წაიღო ალბათ, არის ის, რომ ეს არის მოქმედების დრო, ევროპელების მოქმედების დრო. უკრაინამ აანახა, აწია თამასა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო აწეული, ზელენსკის ჰქონდა შესანიშნავი გამოსვლა, მაგრამ ევროპელებმა გარდა განცხადებებისა და მკაცრი დაგმობისა, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაწყვეტონ თან ძალიან სწრაფად. ეს ზუსტად არის ის შანსი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წესით. მადლობა ბათო, აღარ შეგაყოვნებთ, აეროპორტში ხართ და ხვალაც იქნება ამისი არათუ შანსი, ალბათ ჩემი აზრით ამის გამო დაორგანიზდა საგანგებო სამიტი პარიზში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა ლიდერები იკრიბებიან სწორედ აი ამ ახალი გამოწვევების საპასუხოდ. ბათო ქუთელია გვერდებოდა ვაშინგტონიდან, მას ემშვიდობები.